მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები საზოგადოებას, რომელიც უყურებს ჩვენი კომიტეტის ხდომას, დამსწრე საზოგადოებას, აპარატის თანამშრომლებს. კვორუმი გვაქვს, გვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა, დღის წესრიგით არიგებულია. დღეს განსახილველი გვაქვს 4 საკითხი. შესაბამისად ხოვნა არის რომ მეორე საკითხი, რაც არის დღის წესრიგით გათვალისწინებული, იმ საკითხით დავიწყოთ ჩვენი კომიტეტის ხდომის ხდომა და შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე თანმიმდევრობა შეგვიძლია რომ შევცვალოთ. გთხოვთ რომ ამ დათქმით უყაროთ და დავამტკიცოთ დღის წესრიგი. ვინ არის მომხრე? მადლობა. შესაბამისად პირველ საკითხად გთავაზობთ რომ განვიხილოთ ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. პირველი მოსმენა დაჩქარებული წესით არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ირაკლი კირცხელია არის მოხსენებელი. გთხოვთ ბატონო ირაკლი მოვუძანდეთ და წარუდგინოთ კომიტეტს კანონპროექტი. მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენი წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. კერძოდ, გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილებებით პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღონ შემოწირულობა. უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანტიკორუფციული ბიურო. კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. ხაზგასმით განმარტავთ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები. ასევე საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა. მოქმედი კანონმდებლობა მართალია კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა, თუნდაც 2024 წლის წინა საარჩევნო პერიოდში. ამდენად წარმოდგენილი ცვლილებები ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი. საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ამასთანავე, ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისთვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს
თანხმობის წესის დამკვიდრება. გრანტების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება მოახდენს პრევენციას, ეგრეთ წოდებული ჰუმანური მიზნით შენიღბული გრანტის თანხებით გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, მათ შორის როგორიც არის მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების კამპანიები, რაც ნათლად ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები. დიდი მადლობა მზად ვარ კითხვებისთვის. მადლობა დანერგლი კოლეგებო, თუ გვაქვს კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, თუ ასეთი არ არის, მაშინ ბატონერგლი გქონდა კომიტეტში, კომიტეტის აპარატის ჩართულობითაც, რითაც კიდევ ერთხელ მათ მადლობა. ჩვენს განვიხილოთ ეს საკითხი და გვთავაზობთ, რომ რამოდენიმე ჩასწორებას შენიშვნას თუ რა თქმა უნდა გაიზიარებთ ამ საკითხებსაც. პირველ რიგში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომელიც სადაც საუბარი არის ზოგადად პირის დაბარებასთან დაკავშირებით სასამართლოში როგორ ხდება პირის გამოკითხვა, მოქმედ რედაქციის მიხედვით ადამიანის დაბარება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით. დავაზობთ, რომ აქ ცვლილება იყო შეტანილი და არა ანტიკორუფციული ბიუროს ადგილსამყოფელის, არამედ დასაბარებელი პირის, იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაციის მიხედვით მოხდეს დაბარება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში მოხდეს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ზუსტად ანალოგიური ცვლილება შესაბამისად საჭირო იქნება გრანტების შესახებ კანონშიც რომ განხორციელდეს. ამავდროულად ერთი კონცეპტუალური საკითხიც რომ ვთქვათ, გრანტების მოქმედი კანონი, გრანტების შესახებ კანონი ამბობს, რომ გრანტის გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის არის შესაძლებელი და მხოლოდ გრანტის გამცემის, ანუ დონორის თანხმობით არის განსხვავებული მიზნით გრანტის სახით გადაცემული სახსრების დახარჯვა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის თანხმობა და მთავრობის ან მისი უფლებამოსილი შესაბამისი პირის თანხმობა შემოდის თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით. შესაბამისად მიზნის შესაძლებელია, რომ დონორმა გასცეს თანხა ერთი კონკრეტული მიზნით, რაზეც ექნება მთავრობის შესაბამისი პირის თანხმობა, მაგრამ გრანტის მიმღებმა ეს სხვა მიზნით დახარჯოს, რაც არაერთი ყოფილა პრაქტიკაში. იმისათვის, რომ ასეთი შეფარული თვალთმაქცური გარიგებებიც გამოვრიცხოთ, თავაზობთ, რომ რა თქმა უნდა მიზნის გარეშე თუ მოხდება, ანუ შესული მიზნით თუ მოხდება გრანტის დახარჯვა, ამაზე მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო. ამავდროულად ჩვენ გვაქვს მითითებული, რომელიც ემატება კანონს 5 პრიმა მოხდა. სადაც საუბარია, რომ თანხმობის გაცემისთვის არის ათდღიანი ვადა. ათდღიანი ვადა გრანტის ხელშეკრულების მოცულობიდან გამომდინარე და ბევრი არის ასეთი შემთხვევა, როდესაც ზოგადად გრანტის ხელშეკრულება საკმაოდ მოცულობითია და მოცულობით საკითხებს არეგულირებს. შესაძლებელია, რომ ათდღიანი ვადა არარელევანტური იყოს და ამიტომ იმისევ და ისევ რომ ინტერესები დაცული იყოს, მათ შორის გრანტის გამცემისათვის, გაცემის ინტერესების, მინდა შეწამლია, რომ ეს ვადა ამოღებული იქნეს და ზოგადი ვადები, რაც არის გადაწყვეტილების მიღებისა, ეს ვადები გავრცელდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ამავდროულად გრანტის ამავე პუნქტში ჩავამატოთ, რომ და თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვალოს უკვე თანხმობა გაცემული მიზანი თუ შეიცვლება და მიზნის გარეშე თუ კონკრეტულად თანხის მიმღები, ანუ გრანტის მიმღები დახარჯავს თანხას, ეს თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვალოს და შესაბამისად ის პროცედურები ჩაერთოს, რასაც კონტროლს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო და ამავდროულად რაც არის პასუხისმგებლობის ზომები, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს. ეს რაც შეეხება პირველ პუნქტს. მეორე პუნქტშიც გთავაზობთ, რომ დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება დამატებითი უფლებამოსილება, რომ არა მხოლოდ ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში გაწერილი საკითხები შეისწავლოს, არამედ შესაძლებელია, რომ ამ საკითხის განხილვის ფარგლებში სხვა დამატებითი დოკუმენტები, სხვა დამატებითი ინფორმაციის
მოთხოვნაც იყოს რელევანტური, რათა თანხმობა იყოს გაცემული. ამისათვის გთავაზობთ, რომ ჩავწეროთ პირდაპირ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ანალოგიური მაგალითები გვაქვს არაერთ შემთხვევაში სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას და აქაც რომ მთავრობასთან მის უფლებამოსილ პირს ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, რელევანტური იქნება. ერთი საკითხი არის კიდევ თქვენ ბრძანეთ, ვიზე არ ვრცელდება თანხმობის მოთხოვნა. თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღებისთვის სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე სპორტული ფიზიკური ფედერაციების, სპორტული ასოციაციების, ფედერაციების და კომიტეტების მიერ გაცემულ გრანტებზე და ამავდროულად საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღებაზე. აქ საერთაშორისო ორგანიზაციათა რაოდენობა და ჩამონათვალი და სპექტრი ზოგადად იმდენად ფართოა და მით უმეტეს არსებობს კიდეც პრაქტიკა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ისედაც მთავრობასთან ათანხმებენ ხოლმე მთელ რიგ საკითხებს, არარელევანტური იქნება გამონაკლისებში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა. აქ თავაზობთ, რომ აქ ამოღებული იყოს და საბოლოო ჯამში გრანტზე თანხმობა არ გახდეს სავალდებულო. ერთი სპორტული ფედერაციები თუ გასცემენ ან მიიღებენ გრანტებს და ამავდროულად თუ საშუალოს ნაცვლად ზოგადი განათლება არის, ზოგადი განათლება ვიხმაროთ, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებებზე, სტიპენდიებზე. და კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ ხალხისთვის, არ დაიწყონ მერე მომავალში სპეკულაციები, რომ აი სტუდენტებს განსაკუთრებით, რაც მოატყუეს 2023 წელს, მოატყუეს 2024 წელს და ეუბნებოდნენ, რომ თუ გამჭვირვალობის კანონი ამოქმედდება, მაშინ თქვენ აღარ გექნებათ შესაძლებლობა, რომ უცხოური სწავლა-განათლება მიიღოთო. პირდაპირ შავით ეთერზე გვიწერე, რომ ასეთ გრანტებზე, რომელიც ეხება უცხოური სწავლა-განათლების მიღებას ან სამეცნიერო საქმიანობას, მასზე მთავრობის კონტროლი, მთავრობის თანხმობა არ გავრცელდება. ამავდროულად აქვე მეოთხე მუხლიც რომ იყოს დამატებული, შეიძლება მივიღოთ ასეთი შემთხვევა, ბატონო ირაკლი. თეორიულ შემთხვევას ვამბობთ, რომ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ გრანტები მიიღონ და მე ეს ყველაფერი დესტრუქციულ ქმედებებს და იმ ქმედებებს მოახმარონ, რაზეც თქვენ გქონდათ საუბარი და არაერთი არის უკვე პრაქტიკაში ჩვენი საზოგადოების მიერ მხილებული და ნანახი. შესაძლებელია, რომ საერთოდ თანხმობისთვის არ მიმართონ საქართველოს მთავრობას, გვერდი აუარონ საკანონმდებლო ჩარჩო, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთეს მაგალითად გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებას, რომ თავია არის. ამიტომ არსებობდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თუ თავისი შინაარსით საქართველოში პირის მიერ მიღებული სახსრები არის გრანტი და რომელიც საჭიროებდა თანხმობას, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაამოწმოს ასეთი სახსრები და შესაბამისად თუ დაიდენტიფიცირდება ეს ყველაფერი როგორც გრანტი, შემდეგ უკვე დაიწყოს ის პროცედურა, რომელიც კანონმდებლობით ან ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსიით არის, რომელიც გულისხმობს ასეთი თვალთმაქცური გარიგებებისათვის ან მოჩვენებითი გარიგებებისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას ორმაგი ოდენობით გაცემული გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმის სახით. იდეაში ეს ცვლილებები არის შემოთავაზებაც მინდა და სხვა ტექნიკური საკითხებია, რომელზედაც უკვე დარედაქტირებულ ვერსიას წარმოადგენთ პირველი მოსმენით პლანური სტომისათვის და ამავდროულად ტექნიკური თვალსაზრისით რომ გადავხედოთ მუხლ ორს, რომელზეც არ ვრცელდება, ანუ რომელ გრანტებზე არ ვრცელდება წარმოადგენილი ცვლილებები, ან თუ გრანტის ხელშეკრულება ამ კანონის ამოქმედებამდე იყო დადებული, არ გავრცელდეს წარმოადგენილი თანხმობის ვალდებულება გარდა იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეიცვალა გრანტის აღნიშნული ხელშეკრულება, თუ გაიზარდა კონტრაქტები შეიცვალა და ბევრი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს ამ კუთხით. ბატონო, თუ გოლგებო თქვენს ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ნიშნები, ბატონო ირაკლი, თუ თქვენს გაიზიარებთ, რა თქმა უნდა, უკვე აისახება ტექსტში და გაიგზავნებულ ამას თომასი. ბატონო თავმჯდომარე, დიდი მადლობა. სრულიად ვეთანხმებით და ვიზიარებთ, იმიტომ რომ რეალურად თითოეული თქვენს მიერ ჩამოთვლილი პუნქტი ემსახურება კანონპროექტის და კანონპროექტების შესატანი, ისე ვთქვათ, დაინიცირებული ცვლილებების უფრო სრულყოფას და დახვეწას და მეგობრებო, თვისობრივად და არსით
რატო ვიღებთ ამ ყველაფერს, ეს ყველასთვის ცნობილია. არაერთხელ გვისაუბრია ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება, თუ რა რეალობას გვთავაზობს დღევანდელი მსოფლიო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის სუვერენიტეტზე, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, რეალურ დამოუკიდებლობაზე, ეროვნულ იდენტობაზე, აუცილებელია რომ შენიზრუნო შენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იმ დროს, როდესაც ესე თავხედურად და პირდაპირ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში რეგიონში ალბათ სამაგალითო შეიძლება გახდეს, როცა დრომოვა ჩვენი ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ თუ რა დონის ზეწოლას ხედავთ და იტანს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქართველი ხალხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული კუთხით ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ბაზაში იქნეს იმპლემენტარული ისეთი კანონები, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც იმყოფება საქართველოს, ასე რომ სრულიად ლოგიკური, ყველა ცვლილება ვიზიარებს სრულიად და კიდევ ერთხელ ხაზგასმით და აუგზავნო რომ თითოეული თქვენს მიერ წარმოდგენილი ისე თქვა შენიშვნა რომელიც ცვლილების სახით უნდა შევიდეს მხოლოდ ემსახურება კანონპროექტის სრულყოფას და გაუმჯობესებას. დიდი მადლობა. ბატონო თქვენ სურდათ. დიახ, გამარჯობათ. ეს წარმოდგენილი ცვლილებები ბატონო არჩილაც თქვენ ახლა თქვით აბსოლუტურად ლოგიკურია. ანუ მიზანი ამ ცვლილებების რა არის რომ არ მოხდეს თანხების ისეთ შემოდინება, რომ მე აქ რევოლუციურ სცენარებს მოხმარდეს ეს ყველაფერი, ხო, ეს გასაგებია. უბრალოდ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ. ეხლა არსებულ პროექტში არის ის, რომ თუ თავი აარიდა თანხმობას, არის ორმაგი ჯარიმა. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა შევიტანოთ, რომ თუ თავი აარიდა და ან სხვა გზაც მოძებნა რაღაც ისეთი გზა, რომელიც თქვათ თანხმობას აღარ საჭიროებს მათი აზრით, აქაც იყოს ორმაგი ჯარიმა. ეს რაღაც ბრძანეთ თუ სწორად, ანუ რა შეიძლება იყოს ისეთი კიდე დაუშვათ თავის არიდების გზები. აი ეს კითხვა რომ კარგად აუხსნათ საზოგადოებას. მადლობა ბატონ გურამ. გამარტავ კიდევ ერთხელ თუ რას გულისხმობთ. შესაძლებელია თეორიულად წარმოვიდგინოთ შემთხვევები თუ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც იმ არაკეთილსინდისიერმა ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც სამწუხაროდ ბევრი არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფოებრიობას და ხალხის ინტერესს ებრძვიან. შესაძლებელია რომ ერთი მიზნით მიმართონ მთავრობას მაგალითად გრანტის ხელშეკრულებაში ეწეროს ძალიან ჰუმანური მიზანიც, კეთილსინდისიერი, ანუ ყველაფერი სასიკეთო ფურცელზე დაწერილი, მაგრამ რეალობაში გადაცემული თანხები მოხმარდეს აბსოლუტურ დესტრუქციას. და რაც გამოვა რომ მიზნის რაც იყო თავრობის მიერ განსაზღვრული თანხმობა გაცემული მიზანი აბსოლუტურად შეცვლილი მიზნით დაიხარჯება თანხები. ამის კონტროლის საშუალებაც რომ მქონდეს ანტიკორუფციულ ბიუროს და ასეთი შემთხვევაც რა თქმა უნდა ჩაითვლება რომ თანხმობა გაუცემელია. თავრობას არ გაუწია თანხმობა ამ კუთხით თანხის დახარჯვაზე და შესაბამისად ის რაც არის პრევენციული მიზანი რომ ჯარიმის სახით ორმაგი ოდენობა გრანტისა იყოს გადახდილი, ეს შემთხვევაც იქნება დაფარული. მეორე შემთხვევა არის, როდესაც საერთოდ არ მიმართავენ პირები მთავრობას, თავს აარიდებენ გრანტის მიღებას, მაგრამ იმისათვის, რომ კონკრეტულად ჩარიცხული თანხა დაიდენტიფიცირდეს როგორც გრანტი, თუ თავისი ბუნებით ეს რა თქმა უნდა არის გრანტი და დახარჯული არის უცხოელისგან, ანუ დონორისგან არის ჩარიცხული და გრანტის მიღებთან, რეალურად ფაქტობრივად თანხის მიღებთან, მაგრამ იურიდიული ფორმა ამას არ აქვს ასეთი გაფორმებული, ამას დაასწრებს ზუსტად იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, რომ გამართული იყოს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს კონდეს ბერკეტი ასეთი შემოდინებული თანხები გადაამოწმოს, ხომ არ არის გრანტი და თუ ჩაითვლება რომ არის გრანტი და რომელიც თქმა უნდა თანხმობის გარეშე, მთავრობის თანხმობის გარეშე იქნება ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი და შემდეგ სავარაუდოდ დახარჯულიც, ამის პრევენციაც მოხდეს, რომ ადამიანებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერები არიან, სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად კანონები იქნება კეთილსინდისიერი ადამიანებისათვის, იმიტომ რომ ცხოვრების ნორმალური ცხოვრების და საქმიანობის გარკვეულ წესს ადგენს ზოგადად კანონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები
ადამიანები, რომლებიც ყველაზე რბილი შეფასებით არაკეთილ სინდისიერად იქცევიან და არაერთი მაგალითი არის, რომ არსებული რეგულაციებისგან და რაც ყველაზე მთავარი არის, ქვეყნის აზიანოს ცდილობენ, რომ დააზიანონ, გავიდნენ საკანონმდებლო ჩარჩოდან და ამითი უბედურება დაატრიალონ ჩვენს ქვეყანაში. აი ეს ყველაფერი რომ მაქსიმალურად იყოს პრევენციულად დარეგულირებული, მათ შორის იმიტომ არის შემოთავაზებული, როგორც ისევ და ისევ მაგალითად პარტიების შემთხვევაში, თუ პარტია მიიღებს უკანონო შემოწირულობას, უკანონო შემოწირულობის ორმაგი ოდენობით ჯარიმდება პარტიაც. ანალოგიურად თუ პირთა ჯგუფი ან ნებისმიერი ორგანიზაცია თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ამ შემთხვევაშიც რომ ორმაგი ოდენობის იყოს გრანტის თანხა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი გუნდის ფრაქციის მიერ ინიციირებულ რედაქციას და ვერსიას, რათა პრევენციული მექანიზმი არსებობდეს, ადამიანები კარგად დაფიქრდნენ, თუ თავიანთი გაცემული და მიღებული თანხები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, ხალხის ინტერესში არის პირველ რიგში, ამაზე მთავრობისგან რა თქმა უნდა თანხმობა ექნება და შეიძლება რომ ეს თანხები დახარჯონ. ჩემს მიერ ნათქვამი ცვლილებები მხოლოდ მიმართული არის, რომ არ დარჩეს მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია საკანონმდებლო ჩარჩოს იმგვარი წაკითხვისა და იმგვარი აღქმის არაკეთილ სინდისიერი ადამიანებისგან, რომ მათ დარჩეთ სივცე, რომ ისევ და ისევ ის უბედურება დატრიალების მცდელობა ჰქონდეთ, რომელიც არაერთი აქვთ. მაგალითისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური ფონდებიდან, დონორებისგან ირიცხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციების თანხები და მე შემდეგ ვხედავთ, რომ თურმე კონკრეტული ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ სამართალ დავცავებით და კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს ყარადგომისთვის, სახელმწიფოს დაცვისათვის მათ შორის თავიანთი ჯანმრთელობის ფასადაც კი ამ ადამიანებს, როდესაც ადამიანი წვავდა, შემდეგ ვიხილეთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ამ ყველაფრის რომანტიზება მოახდინეს, გმირი დაუძახეს ადამიანის დაწვის მცდელობაში ხილებულ ადამიანს. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, ამიტომ ცვლილებები არის აუცილებელი და საჭირო და რაც მთავარია, დონორები არ იღებენ პასუხისმგებლობას გრანტის მიღებების მიერ გახორციელებულ ქმედებებზე. თითქოს ხელებს იბანენ და ამბობენ, რომ ჩვენ გრანტი გავეცით და დანარჩენი უკვე ჩვენი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არის და რა თქმა უნდა არის თუ თანხას იხდი კონკრეტულ მიზანში, პირდაპირ კანონში წერიათ, რომ მიზნის გარეშე თუ განსხვავებული მიზნით თუ დაიხარჯება თანხა, დონორის პასუხისმგებლობა არის, დონორს უნდა ჰქონდეს ამაზე გაცემული თანხმობა. და ეხლა რომ არ მოხდეს, რომ მთავრობისგან აიღონ ერთ კონკრეტულ ქმედებაზე, კონკრეტულ მიზანზე თანხის დახარჯვაზე თანხმობა და შემდეგ მეორე მიზნით დახარჯონ, აი ასეთ შემთხვევაზეც აუცილებელია რომ გავრცელდეს მთავრობის თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ამოქმედებული ის მექანიზმები, რაც გამოპროექტად არის გათვალისწინებული. თუ ხომ აქცევთ გამოდანთ. დიახ, ისმენთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა პროექტის წარმოდგენისთვის. ვინაიდან გრანტების შესახებ კანონის რეგულაციები ისეთი მნიშვნელოვან უფლებას ეხება, როგორც გაერთიანების უფლება და გაერთიანების უფლების ნაწილში საერთაშორისო სტანდარტები მთელ რიგ ვალდებულებებსაც უდგენს სახელმწიფო, ზუსტად ამ უფლების შინაარსიდან მექნება რამდენიმე კითხვა და ასე ვთქვათ კომენტარიც. პირველი გრანტების შესახებ საქართველოს კანონი ცხადია განმარტავს და განსაზღვრავს რა მიზნით და რა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული მიზნით შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა პირმა საქართველოში დონორული მხარდაჭერა და დაფინანსება. წარმოდგენილი კანონპროექტი ასე ვთქვათ აწესებს ვალდებულებას დონორი ორგანიზაციის მხრიდან იქნას წარდგენილი პროექტი და შეთანხმებული მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ პირთან. ამ შემთხვევაში ნებისმიერი იქნება ეს მთავრობა თუ სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, ალბათ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გარემოების გამოკვლევის და ასე ვთქვათ საკითხის შესწავლის შემდეგ გასცემს თანხმობას ან არ გასცემს, მაგრამ კითხვა მექნება ესეთი, ანუ რას ამოწმებს ეს ადმინისტრაციული ორგანო, მისი დისკრეცია და მიხედულობის ფარგლები ცხადია განუსაზღვრელად დიდი არ არის, ხომ არ უნდა იყოს დაკონკრეტებული, რომ ამ მიზანთან შესაბამისობის შემოწმება ხდება, რომელსაც თავად გრანტების შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს და რომ არ იყოს ეს ძალიან ფართო ინტერპრეტაციის, ასე ვთქვათ, საგანი და ხელი არ შეუწყოს ნორმების არასიცხადეს განუჭრეტობას და ლეგიტიმურ მიზნის მიღწევაც შესაძლებელი იყოს და მოლოდინიც კონდეს ორგანიზაციებს ან დონორებს რასთან რას ამოწმებენ, ანუ რა მიზნით ხდება შემოწმება. ეს ერთი, ან როგორ გეჩვენიათ ცალ-ცალკე თუ კი ბატონო. კი, კარგით.
ეს არის პირველი. შემდეგ კითხვა მექნება უშუალოდ მიმღებების პერსპექტივიდან. შეიძლება ეს ახლა უშუალოდ არ ეხებოდეს როგორც უფლებას, მაგრამ როგორც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი, ისევ სვამ შეიძლება კითხვას, რა მიზანს ემსახურება გრანტის მიმღებ სუბიექტებს შორის სახელმწიფო ორგანოებიც არსებობთ და საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ვიღებთ გრანტებს. გრანტების მიღება ჩვენს მიერ ხდება ხაზინის გავლით და ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით. ცხადია, ფინანსური ანგარიშგება ჩვენ გვევალება ჩვეულებრივად, როგორც სხვა ბიუჯეტით მიღებულ დაფინანსების ნაწილში. ამ შემთხვევაში რა მიზანს ემსახურება ამ თანხმობის მოპოვება დონორი ორგანიზაციის მხრიდან? ანუ ეს არის განსაკუთრებულად სახელმწიფო სამხედრო შემთხვევაში შინაარსობრივ ჩარევად შეიძლება იქნას მიჩნეული, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს მეორე კითხვა. მესამე საკითხი მექნება, ვიზეც არ ვრცელდება ეს წესი და აღინიშნა აქ სუბიექტები და განათლებაზე გავაკეთებ აქცენტს. უმაღლესი და ზოგადი განათლების ეტაპი წერია, მაგრამ ხარ ფიქრობთ, რომ პროფესიულიც უნდა დაემატოს, იმიტომ რომ პროფესიული ცალკე განათლების ეტაპს წარმოადგენს და ძალიან ბევრი, მათ შორის მეც და სხვაებიცაც გვისარგებლი აქვს გადამზადების საკვალიფიკაციო კურსების გავლის შესაძლებლობით. კი ბატონო, მაგალითად სახელმწიფო მოხელეებისთვის, თქვენი და მაღალი დონის წარმომადგენლებისთვის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული executive course-ებია, რომელსაც თავაზობს ძალიან ბევრი პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება და ამას აფინანსებს თან. აი, ამის შესაძლებლობა აქ აღარ იქნება. მესმის სამეცნიერო დაკონკრეტებულია, რაც მაგალითად პოსტსადოქტოროს კვლევის გაკეთების საშუალებას მე მომცემს, როგორც ხარისხის მქონეს, მაგრამ აი გადამზადების კურსები, რაც არ არის სამეცნიერო ის. ხა ჩემი გამოცდილებითაც გეუბნებით ეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს შესაძლებლობა ბევრმა, ასე ვთქვათ, მოხელემ და საშუალო დონის მენეჯერმაც კი დაკარგოს. ეს არის ასევე კითხვა მექნება პასუხისმგებლობის ალბათ თავარ ბოდიში გიხდით. არა დავაზუსტებ თქვენს კითხვას. ანუ თქვენ ბრძანეთ რომ დაკარგოსო და რატომ უნდა დაკარგოს? დაფინანსების ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მაგალითად ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაგზავნოს აქ წერილები და ათანხმოს აქაურ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომ მე მაგალითად მომცეს მცირეხნიანი დაფინანსება ორკვირიან კურსებზე, რომელიც მიზნად ისახავს მენეჯერული უნარების გაძლიერებას. არ ეხო საგანმანათლებლო ვარ. ხო და საგანმანათლებლო დაკონკრეტებულია უმაღლესი და არა იქ ხო პროფესია უმაღლესი ხო უმაღლესი შესახებ კანონი განსაზღვრავს რას ნიშნავს ის განათლება და იქ არ ჩაშდება. ნახეთ, როდესაც პროგრამა არსებობს, რა თქმა უნდა იყოს შეთანხმება. ნახეთ, აპრიორი დაკარგვა არასწორი შეფასება არის და მაგიტომ საზოგადოება გვისმენს და საზოგადოება რომ არ შევიყვანოთ, ისევ შეცდომაში, იმიტომ რომ გალბატონო თამარ დამერწმუნეთ, რომ თქვენს მიერ ნათქვამს ეხლა ამ სიტყვებს ისეთ აატრიალებენ გარკვეული ადამიანები, დაინტერესებული მხარეები, რომ თქვენ საერთოდ არ გქონდათ ეგ მიზნად, დარწმუნებული ვარ, რომ გეთქვათ, რომ ვინმეს განათლების მიღების პრობლემა შეექმნება. მაგრამ თქვენ სიტყვებს headline-ად გაიტანენ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართული ოცნების მიერ სახალხო დამცველის მოადგილემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტი აღარ აძლევს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს და დასაქმებულ პირებს, რომ განვითარდნენ პროფესიულად. აი ეს იქნება თქვენი ნათქვამი. ამიტომ, როდესაც რაღაცას ვიტყვით, ხოლმე ძალიან გქოთ, მაგიტომ მივეცი თავს უფლება, მაგიტომ შეგაწყვეტინეთ, რომ განმარტოთ ხოლმე თითოეული დეტალი, იმიტომ რომ თქვენს მიერ ნათქვამს დამერწმუნეთ ისე შემოატრიალებენ, რომელსაც საფუძვლიანად დაუკარგავენ აზრს. მესმის მე თქვენ რაც ბრძანეთ, მაგრამ მე უკვე საზოგადოებას შეიყვანა შეცდომაში და არაერთი გამოგვიცდია ეს ამ დარბაზში შეკრებილ ადამიანებს. იქნებიან საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო მოსამსახურეები თუ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ამიტომ გთხოვთ, რომ როდესაც რაღაცას რამეს ვიტყვით და რა თქმა უნდა, ყველა შენიშვნაზე და ყველა მოსაზრებაზე ბატონი ირაკლიც აქცენტ პასუხს, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ შეფასებების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისევ და ისევ არასწორი ინტერპრეტაციები მოყვება ამ ყველაფერს. დამერწმუნეთ. არ დამისრულებები, მაგრამ თქვენ როგორც გნებავთ. კეთილი, მოკლედ აქ არის საუბარი პროფესიული განათლების ჩამატებაზეც, იმიტომ რომ კანონმდებლობა ცალკე განსაზღვრავს მას და ცალკე კანონი არეგულირებს. შემდეგი საკითხი მექნება პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში, ანუ არსი კანონის და სუბიექტად თავდაპირველად ვალდებულ სუბიექტად კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრულია გრანტის გამცემი.
ანუ მას ევალება წარადგინოს დოკუმენტაცია და ასე შემდეგ მოიპოვოს ეს თანხმობა. მაგრამ თუ გრანტის გამცემი არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, პასუხისმგებლობა გრანტის მიმღებს ეკისრება. აი ამ პასუხისმგებლობის და მიზნიდან გამომდინარე, უბრალოდ დაზუსტებთ ამ კითხვა გვექნება, აი მიზანი რატო არა გრანტის გამცემს რატო არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. და უბრალოდ აი ერთადერთი კითხვა დამრჩა დამატებულ შემოთავაზებების ნაწილში. თქვენ თქვით, რომ თუ მიიღებს გრანტს და მე ხდება ამ გრანტის მიზნის შეცვლა, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მასთან მომწევია, მე თვითონ მიმუშავია ამ ნაწილში, ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში რაღაც 3-4 დღეში წარმოიქმნება საჭიროება, რომ რაღაცა უცბად შევცვალოთ და ამ ნაწილში არც ფორმალურად ხელშეკრულებაში არაფერი არ შეგვაქვს ცვლილებები ხოლმე, ხშირად ეს სატელეფონო ან მეილ კომუნიკაციას წარადგენს და ნაწილი ამ შემთხვევაში ფაქტიურად არა, კითხვა ნახეთ, მიზანი შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში იყოს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორის მხრივ ამახვარ უნდა გახადოს შეუძლებელი თავად გრანტის აღსრულება, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო წყაროების შემთხვევაშიც წარმოუდგენლად შეიძლება ეს გართულდეს და არაეფექტური გახდეს. მაგალითად არა, რას გულისხმობ? თვითონ გრანტის გამცემი ორგანიზაციების შემთხვევაში ეს აპრობირებული პრაქტიკაა წლების განმავლობაში, რომ მაგალითად, როდესაც სამოქმედო გეგმაში არასოდეს არ იქწერება არც თარიღი, არც რომელ სივრცეში ტარდება ეს რაღაცა მაგალითად შეკრება, არც პროექტის რაღაცას კვლევის საგანი, არც კვლევის შინაარსი და ეს არის როგორც წესი სამუშაო პროცესში მეილით ან მიმოწერის ანუ ამის კონტროლზეა საუბარი, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ დონით, ამ დონეზე უნდა მოხდეს კომუნიკაციების კონტროლიც და შინაარსის კონტროლიც, ხო, ანუ აი ამის გარკვევა მინდოდა. მიზნის ცვლილებაა. აი მაგალითად ნახეთ, თუ მაგალითად გეგმაში არსებობდა, რომ თბილისში ჩატარდეს კონკრეტული რამე ღონისძიება, მაგრამ შეიცვალა და მოდი ახლა ბათუმში ჩავატაროთ. ამ შემთხვევაში გრანტის მიზანი იცვლება? გრანტის მიზანი შეიძლება არ შეიცვალოს, ხო და აი მაგითო ინტერპრეტაციის საგანია ეს. ხომ არ იქნება ინტერპრეტირებული ისეთ ხო, რომ ამ შემთხვევაში მაგალითად თუ მოდით ჩვენ შევთანხმდეთ ჯერ. როდესაც მაგალითად თქვენი მეცმიერ მაგალითი, რომ მაგალითად პრაქტიკაში ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად კონკრეტული მოქმედება უნდა განხორციელებულიყო თბილისში. მაგრამ უნდა ეხლა მიზანში წავლია განხორციელდეს რა ვიცი, თელავში, ბათუმში, ნებისმიერ ჩვენს ლამაზ კუთხეში და ქალაქში. ეს თავისი შინაარსით გრანტის მიზნის ცვლილება არის თუ არა? მიზნის ცვლილება ნამდვილად არ არის. კი ბატონო, ჩემს მიერ შემოთავაზებული ცვლილება იყო, რომ თუ გრანტის მიზანი შეიცვალა, ან გრანტის თანხა სახსრებით დაიხარჯა მიზნისგან განსხვავებულად. შესაბამისად, თქვენს მიერ ნათქვამი გულისხმობილი, მე მგონი, რომ საერთოდ არ იქნება. ამაზე არის საუბარი. აი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ბატონო ბოდის გიხდით, რომ მე ვცემ პასუხს, იმიტომ რომ ჩემს მიერ იყო ეს საკითხი დაყენებული. მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ. თუ მიზანი არის, რომ მაგალითად ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულად, რა ვიცი რა, როგორ თქვა, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიზნით გაიცა გრანტი. მიზანია ხო გრანტის მიზანი. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გაცემული გრანტი შემდეგ მოხმარდა მაგალითად დაჯარიმებული ადამიანებისთვის ჯარიმების გადახდას. შეიცვალა თუ არა გრანტის მიზანი? კი, შეცვლილი იქნება. მთავრობას გაცემული ჰქონდა თუ არა თანხმობა, რომ კანონდარღვევა, რომელმაც კანონი დაარღვია ადამიანმა, ან პირთა ჯგუფმა, რომელსაც პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ჯარიმის გადასახდელად, ანუ ისევ და ისევ კანონის გვერდის ასავლელად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიყენა მიღებული გრანტები,
ამაზე თანხმობა ხომ არ გაუცხადებია მთავრობას? არ გაუცხადებია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი გაცემული გრანტიც და მიღებული გრანტიც დახარჯული, რა თქმა უნდა, ჩაითვლება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად. ანუ მიზნებზეა საუბარი, რომელიც როგორც წესი მეორე მესამე მუხლშია ჩაწერილი ხომ საგრანტო ხელშეკრულებაში. და რა თქმა უნდა იყოს ეს არა ზოგადი, არამედ დეტალური, რაზეც ახლა მთავრობას ექნება შესაბამისად თავისი პრეროგატივა, უფლებამოსილებაც, რომ რა დონით, რა დოკუმენტი, რა ინფორმაცია დასჭირდება, რომ გამოკითხოს გრანტის გამცემს და ამაზე უკვე გაგცემს ბატონო. ერთ მანდვე რომ მაგ საკითხთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ ეს სხვა გვერდის ავლით თუ მოხდაო. ნუ გასაგებია ხა თავში მომდის ეკონომიკურ საქმიანობის ფორმით თუ მიიღო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა კონკრეტულ დონორთან და არა როგორც გრანტი, არამედ როგორც სერვისის მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს ეგ, მაგრამ ეს ხო არ გულისხმობს ფიზიკური პირების კონტროლს, ან თქვენ დრო დავაზუსტოთ, ეს არის ისევ იურიდიულ პირებზე გრანტის მიმღებ, ან ფიზიკურ პირებს შეიძლება პრინციპში კანონიდან გამომდინარე იყოს, მაგრამ გრანტის მიმღებ პირებზე, მათ შორის იურიდიულებზე და ფიზიკური შეიძლება რომ შემოწმდეს და აი როგორ წარმოგიდგენიათ ფიზიკური პირების კონტროლი როგორ შეიძლება მოხდეს მაკონტროლებელი სუბიექტის მიერ. აი ხა მე თამარ გვარამაძე გავედი და ევროკავშირმა რაღაცა თანხა ჩამირიცხა. დანიშნულება წერია მაგალითად საექსპერტო მომსახურება. გაბატონ თამარ, თქვენი მიზანი, ნახეთ როგორ არის თუ თვალთმაგზურია, მოჩვენებითია გარიგება. სამოქალაქო კოდექსში გვიწერია პირდაპირ შავი თეთრზე, რომ თვალთმაგზური და მოჩვენებითი გარიგები ბათილია. თუ სადავად გახდით ვინმე და წავალ სასამართლოში ხო? კი. ეს სამოქალაქო ურთიერთობიდან გამომდინარე არის. მაგრამ და ამას არეგულებს სამოქალაქო კოდექსი, არეგულებს სამოქალაქო პირებს შორის იქნება იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას. მაგრამ აპრიორი კანონი ამბობს, რომ თუ სადავად განხდა და გახდება, სასამართლოს აქვს პრეროგატივა, რომ კონკრეტული გარიგება თუ ერთ შემთხვევაში, მაგალითად იურიდიული შედეგის დადგომა არ იყო ამ გარიგების მიზანი, ან სხვა იურიდიული შედეგის დადგომა იყო გარიგების მიზანი, ასეთი გარიგებები ბათილიაო. და ამაზე დგას ზოგადად სამოქალაქო სამართალი. ადამიანებს შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობა დგას კეთილსინდისიერებაზე და ადამიანები თანხმდებით, რომ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერები. ეს არის ქვაკუთხედი. ამის გარეშე უბრალოდ ამ ადამიანურ ურთიერთობები არ იარსებებს. ეხლა წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ისევ და ისევ გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები თვალთმაგზურად ან მოჩვენებითად იმისათვის, რომ მთავრობის თანხმობის გაწემის ვალდებულებას აუარონ გვერდი, საერთოდ შეიძლება ხელშეკრულებასაც კი არ ვაფორმებენ. ხო შეიძლება თეორიულად ასეთი შემთხვევას დავუშვათ, ხო? ჩვენ აქ საკანონმდებლო ორგანოში ყველა თეორიული ვერსია უნდა გავიაროთ ისეთი, როდესაც ნორმას ვქნით. შეიძლება ხელშეკრულება არ დადონ, ან შეიძლება სხვა სახის ხელშეკრულება დადონ და მოჩვენებით იყოს, აი თქვენ რაც ბრძანეთ, მაგალითად მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. რეალურად ამისი შინაარსი მომსახურების გაცემა და მომსახურების მიღება კი არ არის, არამედ კონკრეტულად თანხის მიცემა არის, მე ფართო მიხედულობით ისევ და ისევ რაფორმი და რანაირად დავალების მიღების ფარგლებში ფართო მიხედულობით დაიხარჯოს თანხები. ეს ხომ თავის შინაარსით გრანტია. გრანტი გაიცა, თავისი მიზანი უნდა ქონონ და ის რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა ერთმანეთში ხელშეკრულება არ გააფორმეს, ან სხვა სახის ხელშეკრულება გააფორმეს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს კანონის გვერდის ავლის საშუალებას. ამაზეა საუბარი. ბატონო, ნახეთ მომსახურების ხელშეკრულება დამატებით ეკონომიკურ საქმიანობის ფორმით შეუძლია განახორციელოს აიპებმა, ხო ესეა? გაბატონ თამარ, ძალიან დიდი ბოდიში. ხო, მე მგონია სამართლებრივი კაზუსტიკაში ახსნათ, ხო, ანუ თქვენ დასვით კითხვა, საკითხი, ჩვენ შევეცდებით რომ გაგცეთ პასუხი. სამართლებრივი კაზუსტიკაში შესვლა შეგვიძლია შემდეგ უკვე დამატებით, როდესაც შევხვდებით და ჩვენ არაერთხელ გვაქვს კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კონსტრუქციულად არის ორიენტირებული, რომ ცვლილება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ლეგიტიმური პარლამენტი განიხილავს, ლეგიტიმურ უფლებამოსილების ფარგლებში დაიხვეწოს. კი ბატონო, მადლობა. ბატონო არჩილ, ძირითადად საკითხებზე ძალიან ამომწურავად გიპასუხათ. ბატონო თავმჯდომარე, თქვენ პირველი კითხვა, რომ განისაზღვროს, ასე ვთქვათ, რაღაც კრიტერიუმები. ეს უბრალოდ ვერ მოხდება, როგორ უნდა გავსაზღვროთ წინასწარ, აი მე კრიტერიუმი შემოდის გრანტის პროექტი, და მთავრობას ექნება, რა თქმა უნდა, სრული დისკრეცია, რომ განსაზღვროს ეს გრანტი რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის.
ეს ერთი აკვირვებელ კრიტერიუმებს ვერ დავაწესებთ, ეს იქნება მათი გადასაწყვეტი და პლუს და მეტიც სრულებებით, რომელიც გავიზიარეთ სრულიად, რაც იყო კომიტეტის მხრიდან წარმოდგენილი, უფრო მეტი დეტალის მოთხოვნაც შეიძლება მთავრობას მის მიერ გასაზრდულ პირს ან ორგანოს კონკრეტული საგრანტო პროგრამის განხილვის დროს. მეორე თქვენი კითხვა და არსით ესე უნდა იყოს და ალბათ მიზანსაც რომ მოусმინეთ, მე ვისაუბრე რა იყო ყველაფრის მიზანი. დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ ადევნებთ თვალყურს. არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მე თქვენ ნამდვილად არ გთხოვთ ამის შეფასებას და ვერც მოგთხოვთ ამას განსაკუთრებით ესეც საჯარო სივრცეში ის თქვენი უფლებაა თქვენი შეხედულებები გქონდეთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ობიექტურად ყოველ შემთხვევაში მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ძალიან ობიექტურად აფასებთ მოვლენებს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არამედ სოფლიოში და სწორედ მიზანი და არსი რაც არის აი ამ პაკეტის მიღების არის ის რომ რეალურად საფუძვლიანად იყოს შესწავლილი თითეული ის უცხოური თანხა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად იცით და ხვდებით დარწმუნებული. ხარ რაც შეეხება სამთავრობო კუთხით თქვით, რომ აიპების იღებენ გრანტს და ხაზინის გავლით ის უბრალოდ ცოტა ვერ გავიგე ეს კითხვა, იმიტომ რომ ისედაც მთავრობაში გადის ეს ყველაფერი და იღებთ ამ ყველაფერს, ხო? თუ სწორად გავიგე. აი მაგალითად ალბათ უშუალოდ მთავრობას დაქვემდებარებულ და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს შემავალ ინსტიტუციები ალბათ რაც გამიგია არის რომ თანხმობაც და თანხმდება სამინისტროებთან თანხმობ მაგრამ ჩვენ მაგალითად არავისთან არ ვათანხმებთ უბრალოდ ფინანსთა სამინისტრო ტექნიკურად თანხმობასაც გვაძლევს ხელის მოწერის უფლებამოსილებაც მოგვენიჭა რამდენიმე წლის წინ რაღაც საგრანტო ხელშეკრულებას და ალბათ იქნება ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მარეგულირებლები რომლებიც ასევე არ ათანხმებენ შინაარსობრივად არავისთან მთავრობა იქნება თუ სხვა ბატონო ხო ანუ არ ვიცი პარლამენტიც ხო შეიძლება გრანტის მიმღები იყოს სასამართლო ხელისუფლებასაც შეიძლება იყოს გრანტის მიმღები და გამოდის რომ მთავრობის და ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ თუ არ გაიცა ესეთი თანხმობა და შინაარსში ჩარევა და შეიძლება იქ ინტერესთა ისიც იყოს კონფლიქტიც და ეს იყო და რაც პირველი ორი კითხვა შევხვდა მე და რაც შეზე ბატონო მარჩილდა ამ და განათლებაც თუ პროფესიულის დაზუსტება ეს და დაემატება უბრალოდ რაღაც სამი ცალ-ცალკე კანონია უმაღლესზე განათლება და ზოგადი და პროფესიული მაგ ლოგიკით. კითხვები ხო? რადგან სხვა კითხვები მოსაზრებები არ არის, მადლობა ბატონო ირაკლი, გთხოვთ დავბრძანდეთ და გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. მადლობა გამოტოვებთ თამარ. კოლეგებო, შემდეგი საკითხი გვაქვს ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის სრულების შეტანის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის სრულების შეტანის თაობაზე პროექტები. გთხოვთ ბატონო. თორნიკე, მოახსენოთ კომიტეტის საკითხი. მადლობთ ბატონო არჩილ, მოგესალმებით პატივსემულო კოლეგებო, მივესალმებით ამსრე საზოგადოებას, მათ ვინც გვადენებს თვალყურს პირდაპირ ეთერის მეშვეობით. უპირველესად სურს მოგილოცოთ დედაენის დღე, დღეს 14 აპრილია. და რა თქმა უნდა 1978 წლის მოვლენების გახსენება და ქართული ენის ასე ვთქვათ გადარჩენის ამბავი ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი იმის გათვალისწინებით რომ სწორედ ეს იყო გარიჟრაჟი შეიძლება ვთქვათ ეროვნული მოძრაობის დაწყებისა და რასაკვირველია ქართული ენა არის ის რაც ერთ-ერთი საფუძველია, ფუნდამენტია ჩვენი ეროვნული იდენტობის და თვითყოფადობის. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, ეს არის პირველი მოსმენით ამ შემთხვევაში განსახილველი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
მოგახსენებთ ზოგადად როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის რომ არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიის აკრძალვა ეს არის თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი ასე ვთქვათ კომპონენტი და ნაწილი. ამის გათვალისწინებით საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ 23 მუხლი, მე-60 მუხლი ადგენს სტანდარტებს, შეზღუდვებს, შესაბამის პროცედურებს, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი. თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემდგომ სხვა სახელწოდების თუ სხვა შეფუთვის ქუთქვეშ მათი პოლიტიკური რეინკარნაციის პრევენციის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობაში დაზუსტდეს და მკაფიოდ გაიწეროს რეგულაციები რომლებიც პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს მის ასე ვთქვათ ძალას იურიდიულ ძალას კიდევ უფრო სრულფასოვან მასშტაბს შესძენს და ფიქციური აკრძალული პარტიების ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიების შექმნითა და საქმიანობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს და დაასრულებს. ამ მიზნით არის შემოთავაზებული შემდეგი ცვლილებები. კერძოდ, ესე იგი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცხადებული მიზანი, ან და საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, ან საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებსა და საქმიანობის არსს. ამის პარალელურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ზუსტდება სპეციალური, ანუ შემჭიდროვებული ვადები პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და ამ პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების გამოსატანად. კერძოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შესაბამის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ზოგადი ვადა კლავინდებურად შეიძლება იყოს 9 თვე, თუმცა მე აქვე გავაკეთებ განმარტებას, რომ შეიძლება მეორე მოსმენისთვის გაგრძელდეს მსჯელობა იმასთან მიმართებით, ხომ არ არის მიზანშეწონილი ამ შემთხვევაშიც უფრო შემჭიდროვებული ვადა იყოს შემოთავაზებული და მეორე მხრივ, როდესაც ლაპარაკი არის საარჩევნო პერიოდზე და ლაპარაკი არის ეგრეთ წოდებულ მემკვიდრე პარტიაზე, ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია კანონპროექტით, რომ ესე იგი სათანადო სარჩელის განხილვის ვადა უკავშირდებოდეს 14 დღეს. ასევე მიზანშეწონილია, რომ საომავლოდ მსჯელობის რეჟიმი გავრცელდეს იმ საკითხზე, ხომ არ არის უპრიანი პრიორიტეტიზაცია მოხდეს შესაბამისი კატეგორიის სარჩელების განხილვისა, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს დამატებით ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 31 სეკუნდა მუხლში, ანუ დაზუსტება ასეთი საქმეების რიგგარეშედ განხილვის შესახებ. შედეგი აი ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება სახელმწიფო სუვერენიტეტი, ვინაიდან ჩვენ თუ ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის მე-3 პუნქტს და იმ საფუძვლებს, იმ კრიტერიუმებს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს პარტიის აკრძალვას, იქ არის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლა, იქ არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, იქ არის სხვადასხვა ტიპის შუღლის გაღვივება, ძალადობის პროპაგანდა, ომის პროპაგანდა და ასე შემდეგ. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაც შეიძლება მაღალი სამართლებრივი გარანტიები და ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ ესე იგი მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი პარტიული სისტემის გაჯანსაღება, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ისევ და ისევ დემოკრატიული კონსოლიდაციის კონტექსტში. ასე რომ ეს არის ძირითადი პრინციპები, რაც წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივის საგანი გახლავთ, ბუნებრივია პირველი მოსმენის რეჟიმში პრინციპების დონეზე თუ არის მოსაზრებები, შემოთავაზებები, კითხვები მზადვარ შემდგომი დისკუსიისთვის. მადლობთ. მადლობა ბატონ თორნიკე. კოლეგებო, თუ არის შენიშვნები, მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება დარბაზიდან. ასეთი არ არის. მადლობთ შესაბამისად ბატონ თორნიკე.
მადლობთ. დავბრძანდეთ. დღის ეს რიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული წარმოდგენილი მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე. სხვა თანამდებობ კანონპროექტებთან ერთად მოხსენებელი ბატონო ვახტანგ ბაჩიაშვილი აქვს. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტრუქტურის შესაქმნელად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს. აღნიშნული სტრუქტურა შეიქმნება მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ამისათვის მიენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია. დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს მინიჭებული მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია. აღნიშნული უფლებამოსილებით მთავრობის ადმინისტრაცია სარგებლობს 2004 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც სახელმწიფო კანცელარია გაიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციად და საქართველოს მთავრობის კანცელარიად. ამ პერიოდისათვის მთავრობის კანცელარიის უფლებამოსილებები არსებითად განპირობებული იყო მთავრობის კონსტიტუციური სტატუსით და გულისხმობდა მხოლოდ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლის ხელშეწყობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ნაწილი თავმოყრილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ხელში. დღესდღეობით კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, როდესაც მთავრობა ჩამოყალიბებულია უკვე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, მთელი რიგი მმართველობითი გადაწყვეტილებები, ანუ აღმასრულებელი გადაწყვეტილებები დაკავშირებულია მთავრობის პოლიტიკასთან და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა და მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით ამ გადაწყვეტილებების ხელშეწყობა არა მხოლოდ იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც მთავრობა იღებს და მათი აღსრულების კონტროლის მიმართულებით, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ნებისმიერი რგოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლის ფუნქციით, ხელშეწყობის კონტროლის ფუნქციით. ეს ფუნქცია არ გულისხმობს რასაკვირველია მმართველობით ფუნქციაში ჩარევას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაცია შესაბამისი კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, რომლის მიერ განხორციელებული აუდიტის მეთოდები, ეგრეთ წოდებულ რეალურ დროში აუდიტის კონსტიტუციური უფლებამოსილება მას ისედაც ექნება, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელება გულისხმობს მხოლოდ მაკოორდინირებელ, ანუ დამხმარე როლს იმისათვის, რათა შემცირდეს გარკვეული ტიპის ბიუროკრატიული გადაცდომები ან გარკვეული ტიპის ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება, რომელიც მიღების საჭიროება, ანუ არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეალურ დროში გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი იარსებებდა. ეს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში არ გულისხმობს მათთვის სახელმწიფო კონტროლის დამატებითი მექანიზმის შემოღებას. მთავრობის ადმინისტრაცია არ გახდება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში არ გულისხმობს მათი სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს და შესაბამისი დაზუსტებები შედის როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში, ისე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში. ამ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებაც და ითვალისწინებს პრაქტიკაში არსებული ორგვარი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას. კერძოდ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია მოხელის არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში მისთვის 20%-იანი თანამდებობრივი სარგოს დაკავება. კანონის არსებული რედაქციით ეს ვადა გულისხმობს დაკავებას მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აქ იდეაში იგულისხმება და სავარაუდოდ იგულისხმებოდა რასაკვირველია მომდევნო შეფასების შედეგის მიღებამდე არსებული პერიოდი და შესაბამისი დამაზუსტებელი ნორმა ზუსტად განსაზღვრავს, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება მომდევნო შეფასების პერიოდის შედეგის დადგომამდე პერიოდი და არა ისე, როგორც წარმოდგენილ რედაქციაში არის გათვალისწინებული. მადლობა ბატონო ვახტანგ, ძალიან მნიშვნელოვანი განპროექტია თავისთავად ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, ზედამხედველობის გაზრდის თვალსაზრისით. კოლეგებო, თუ არის შენიშვნები, შესაძლებები ასეთი არ არის.
მადლობთ, ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა კიდევ კომუნიკაციას შემდგომი დახვეწის მიზნით განპროექტების წარმოდგენილი განპროექტებისა. გთხოვთ დავზადეთ. კოლეგებო, ბოლო საკითხი არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და სხვა განპროექტები მესამე მოსმენით, რომელსაც მე წარმოგიდგენთ ის დეპარტამენტის. კოლეგებო, განვაგრძოთ სხდომა. ბატონო ვარჩილ, თქვენ ბრძანდებით მოხსენებელი საკითხზე და გთხოვთ, რომ მესამე მოსმენით წარმოგვიდგინოთ ეგრეთ წოდებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მადლობა ბატონო თორნიკე. კოლეგებო, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ ნარკოტიკების წინააღმდეგ არსებულ წარმოდგენილ ცვლილებებს. მესამე მოსმენით ტექსტში ასახული არის რიგი ცვლილებები, რომელიც არის რედაქციული ხასიათის, მათ შორის როგორც ქონდა ჩვენ ნათქვამი და რა დათქმითაც უყარეთ მეორე მოსმენის ფარგლებში პოლონურ თომაზე კენჭი, რიგი საკითხები, რომელიც ეხება მაგალითად ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის საკითხებს, საფუძვლებს მის განხორციელების წესს, ამავდროულად ნარკოტიკული სიმთვრალის ქვეშ მყოფი, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ მანქანის, ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რიგი ცვლილებები არის წარმოდგენილი, ასახულია დარიგებულ ტექსტში. ამავდროულად ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია იურიდიულ დეპარტამენტთან, რომლის მიერ მოწოდებული შენიშვნების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება და უკვე საბოლოო რედაქტირებული ტექსტი წარმოდგენილი იქნება მესამე მოსმენის ფარგლებში პოლონურ თომაზე. თუ არის კითხვები, სათვალო რომ გავცე პასუხები. გმადლობთ. თუ არის კოლეგებო კითხვები, მოსაზრებები მესამე მოსმენით. კეთილი, ასეთი არ არის, შესაბამისად საკითხი განხილულია. კი ბატონო, შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭის ყრებზე. პირველი საკითხი, რაც იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული, შეეხება სწორედაც ბატონი არჩილის მიერ გამოტანილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს და თანმდევ კანონპროექტებს. მესამე მოსმენით კოლეგებო, გთხოვთ, რომ უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არავინ, ერთხმად მხარდაჭერილია. შემდეგი საკითხი ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემოვალი სხვა კანონპროექტები. პირველი მოსმენით, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება ბატონი ირაკლის მიერ, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არ არის, მხარდაჭერილია. შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით, რაც მე გაგაცანით, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არავინ, მხარდაჭერილია და ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები, ასევე პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არავინ, სულოვნად ასევე მხარდაჭერილია. ამით კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არის ამოწურული. სხდომა დახურულია. გმადლობთ.